გამარჯობა. დღეს გესაუბრებით ბავშვებზე, რომელთა მსგავსით შეიძლება მილიონში ერთი დაიბადოს, ან საერთოდ არ დაიბადოს. ფუ ვენგუე წარმოშობით ბეიჯინგიდანაა, ჩინეთიდან. ის დაიბადა 3 დამატებითი ხერხემლის მალით კისერში და თანდაყოლილი სკოლიოზით. სწორედ ამის გამო მას ჩვეულებრივზე უფრო დიდი კისერი აქვს. ვენგუე დიდი ხნის განმავლობაში ძლიერი ტკივილისგან იტანჯებოდა და გამართულად სიარულიც უჭირდა. 15 წლის ასაკში გაუკეთეს ოპერაცია. ამ პრობლემის თავიდან მოსაშორებლად. საბედნიეროდ ის დღესდღეობით გაცილებით უფრო მარტივად დადის. თუმცა ბულინგის დროს ჟირაფს მაინც ეძახიან. არია პერმანა საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე მსუქან ბავშვთა სიაში. ის იმდენად მსუქანი გახლდათ, რომ მისი ზომა ტანსაცმლის შოვნა ფაქტიურად გამორიცხული იყო. ამის გამო ტანსაცმლის მეგობრობას უბრალოდ სახვევი უწევდა. 2016 წელს არიას ექიმებმა დიეტა დაუნიშნეს, რადგან ეს უკანასკნელი და ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ ის თავის სიმსუქნით საფრთხეს უქმნიდა საკუთარ ჯანმრთელობას. ამ გადაწყვეტილებამდე ახლობლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც არიას ზონამ 190 კილოგრამს გადააჭარბა. ბავშვმა გარკვეული პერიოდი სკოლაში სიარულიც კი შეწყვიტა, რადგან გადაადგილება უჭირდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ეს ოდნავ მოთხუზა ბავშვი სულ მშიერია. გები ვილიამსი 9 წლის ასაკში, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, მხოლოდ 5 კილოგრამს იწონიდა. ის დაიბადა უიშვიათესი დაავადებით, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის სათანადოდ განვითარებას ზრდაში. გები იმდენად ძნელა ვითარდება, რომ სავსებით შესაძლებელია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა საუკუნეებს გაუტოლდეს. 9 წლის გების ოჯახის წევრები, როგორც ახალდაბადებულს, ისე ზრდიან. სახვევები ძუძუთ იკვება, მისთვის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ეს დაავადება იმდენად იშვიათია, რომ მისთვის სახელი ჯერაც არ მოუფიქრებიათ. ამიტომ დიაგნოზის დასმისას ექიმებს არ შეეძლოთ ზუსტად ეთქვათ ამ დაავადების სახელი, რომელიც გების სჭირს. 1 წელი გებისთვის 4 წელს უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაკის 1 წლით მოსამატებლად გების არა 12, არამედ 48 თვე სჭირდება. ასეთი რამ ამ ვიდეოს გაკეთებამდე საერთოდ არ გამიგია. დეივიდ ვეტერი 1984 წელს გარდაიცვალა. ის თითქმის ერთადერთი ბიჭუნაა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ბუშტში გაატარა. დევიდი იტანჯებოდა საშინელი დაავადებისგან, იმუნოდეფიციტისგან, ცნობილი როგორც SCID. ეს მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას. ზოგადად რა ტემპერატურაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სიცივესთან ასოცირდება, ამ ტემპერატურას დევიდის სიკვდილით შეიძლება გამოეწვია. ბავშვი იძულებული იყო სტერილურ პირობებში ეცხოვრა და ყველაფერი, რაც გარე სამყაროში არსებობდა, მისგან ასევე სტერილური უნდა ყოფილიყო, მანამ სანამ მასთან კონტაქტი ექნებოდა. დევიდი გარდაიცვალა 12 წლის ასაკში, ლიმფური ქსოვილების გართულების შედეგად, რაც SCID-სგან იყო გამოწვეული. მოსკოველი კრისტინა პიმენოვა 13 წლის სუპერმოდელია, რომელმაც თავისი სილამაზით მთელი მსოფლიო დაიპყრო. მან გასულ წელს ქართველების ყურადღებაც კი მიიქცია. Daily Mail-ის თანახმად მას უკვე უწოდეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა. კრისტინა სამოდელო ბიზნესში 3 წლის ასაკიდან ჩაერთო, მაშინ როდესაც თავისი თანატოლების მსგავსად თოჯინებით უნდა ეთამაშა. მას ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი ყავს. გოგონას მამა ფეხბურთელია რუსლან პიმენოვა, ხოლო დედა ყოფილი სუპერმოდელი გლიკერია პიმენოვა, რომლის სურვილითაც კრისტინა აქტიურად ჩაება სამოდელო საქმიანობაში. ზოგადი შეფასებით ბავშვს სილამაზით მშობლებიც არ ჩამოუვარდებიან. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კრისტინას ეს მახასიათებელი მემკვიდრეობით ერგო. ოფიციალურად მოდელი 10 წლის ასაკში გახდა, როდესაც კონტრაქტი გააფორმა წამყვან სამოდელო სააგენტოებთან, ლა მოდელსა და ნიუ-იორკ მოდელსთან. ამის შემდეგ ის საცხოვრებლად რუსეთიდან ლოს-ანჯელესში გადავიდა. მიუხედავად ასაკისა, კრისტინამ მოასწრო მუშაობა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Armani Junior, Prada, Dolce & Gabbana და Benetton, კიდევ სხვები. კრისტინას დედაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შვილს ბავშვობა წაართვა. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას? რიჩარდ სენტრაკმა საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიიქცია, რაშიც საკუთარი არნაღობა დაეხმარა. ის იყო ბავშვი ბოდიბილდერი. რიჩარდი დოკუმენტურ ფილმში სახელად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ბიჭი გადაიღეს. მამამისი სამხედრო ჩემპიონი, ხოლო დედა აერობიკის ინსტრუქტორი იყო. რიჩარდმა ბოდიბილდერობას თავი მას შემდეგ დაანება, რაც მამამისი
სამართალდამცავებმა დაიჭირეს ოჯახური ძალადობის გამო. შაილო პეპინი დაიბადა უიშვიათესი დაავადებით, სირენომელიით, რაც ქვედა კიდურების ერთმანეთში შეზრდას გულისხმობს. გარეგნულად ამ დაავადების მქონე ადამიანები დისნეის ერთ-ერთ გმირს, არიელს მოგვაგონებენ. თუმცა მარტო ეს როდია. შაილო დაიბადა საშვილოსნოს, შარდის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის გარეშე. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ის 10 წლის ასაკში გარდაიცვალა. პეპინმა მედიის ყურადღებაც მიიქცია. ხალხი მას ზედმეტსახელად ქალთევზას ეძახდა. მშობლები მუდამ ცდილობდნენ მას ისეთი ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა, როგორც სხვა ბავშვებს. ხოლო და მეგობრები ეთამაშა მათთან ერთად და ყოფილიყო ჩვეულებრივი ბავშვი, რაც ნამდვილად სამაგალითო საქციელია. ჯულიანო სტრო. რიჩარდ სენტრაკის მსგავსად, ჯულიანო სტროც ბავშვი ბოდიბილდერი და ტანმოვარჯიშია. ამ ბავშვის ფოტო ინტერნეტში ალბათ ერთხელ მაინც შეხვედრიათ. მან გინესის რეკორდიც დაამყარა 2009 წელს. 10 მეტრის გავლა მოახერხა რეკორდულად მოკლე დროში, ხელებზე სიარულით. თუმცა მისთვის მსოფლიოს ერთი რეკორდი საკმარისი არასდროს ყოფილა. ამიტომ ის დღესაც აგრძელებს ვარჯიშს სხვა რეკორდების მოსახსნელად და წარმატებითაც გამოსვლის, მაგალითად აზიდვებით. ასევე ბოთზე 90 გრადუსიანი დგომით, ეგრეთ წოდებული ადამიანი დროშა. ამ ორ სახეობაში ხომ დაამყარა რეკორდი, მაგრამ შემდეგ ესენი გააერთიანა და ადამიანი დროშის ფორმაში აზიდვებშიც დაამყარა მსოფლიო რეკორდი. თუ მიზიდვები უფრო შეიძლება უწოდოთ, ან განზიდვები, რაღაც სახელი აუცილებლად ექნება, მაგრამ არ ვიცი. თუ არ არსებობს, თქვენ დაარქვით. სუპატრა სასუფანი გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე თმიანი გოგონაა. მიუხედავად იმისა, რომ სუპატრას ბევრი ბავშვი როგორც ღამის კოშმარს ისე აღიქვამს, თვითონ ის ამაყობს თავისი გარეგნობით, რადგან ეს მისთვის სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგონად აღიარებისთვის უმარტივესი საშუალებაა. სუპატრა დაიბადა ამბრას სინდრომით, რომელიც იწვევს თმის ზრდას სახეზე, კლავებზე, ფეხებზე, ყურებზე, მოკლედ რომ ვთქვათ, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე. საბედნიეროდ ეს ბავშვი თავისი გარეგნობიდან გამომდინარე იშვიათად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ამის განმაპირობებელ მიზეზად შეგვეძლია მივიჩნიოთ ის, რომ თვითონ არ აკომპლექსებს საკუთარი გარეგნობა. პრანშუ ინდოელი ბიჭია, რომელიც დიდი შუბლითა და უიწრო თვალებით დაიბადა. საზოგადოებისგან გარიყვის ნაცვლად თანასოფლელები მას აღმერთებენ, რადგან ღრმად სწამთ, რომ პრანშუ ღმერთი განეშას ხელახალი განსხეულებაა, რომელიც რეინკარნაციის შედეგად დაბრუნდა დედამიწაზე. პრანშუს სწორად და გამართულად სიარული არ შეუძლია, თუმცა ეს დიდ დარბგოლებას არ წარმოადგენს. ცნობის მოყვარე ხალხი გამუდმებით სტუმრობს მას, პატევის მისაგებად. პრანშუ სკოლაში დადის და რა თქმა უნდა არავინ აბულინგებს. პირიქით, ყველას უხარია, რომ ღმერთი სკოლაში მივიდა